რამდენად საკმარისი აღმოჩნდა სტიქის შედეგად დაზარალებულთათვის ხელისუფლების მიერ გაცემული კომპენსაციები და რამდენად სამართლიანად გადანაწილდა თანხა მოსახლეობაზე. ახალი ამბების გადამღებმა ჯგუფმა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურში მინი გამოკითხვა ჩაატარა. ადგილობრივების უმრავლესობა აცხადებს, რომ სოფელში თითოეულ დასეტყვილ ოჯახზე 1500 ლარი გაიცა. თუმცა არსებული თანხა მათაც გადაეცათ, ვისაც სტიქიისგან მსგავსი სახის ზარალი არ მიუღია. მოსახლეობა ამბობს, რომ თანხები უსამართლოდ გადანაწილდა და მათ ვისაც ვენახი ჰექტარობით დაესეტყვა, მთავრობისგან კომპენსაციის სახით ფულადი ანაზღაურება ორმაგი ოდენობით ეკუთვნოდა. ანაზღაურება კი იყო, მაგრამ საერთოდ რო ყველაფერი გაფუჭდა, იმას ხო ვეღარ მოვიპოვებთ. სარი და მართული დარჩენილი ბენახში. რა იყო ის 1500 იმანეთი? ის 1500 იმანეთი იყო წამლი ფული. რაც სწავლეთ და ის აგვინაზღაურეს. ეგ იყო, მე სხვა არაფერი არ მემიღია. ემსაჩ წამლები მოსადანი მოგშვილო მეყო თავზე გადამივიდა დაახლოებით 6-7 ტონა ყურძენი მომიყვანა არა მოვკრიფე კი 1-2 ტონა მაგრამ დარჩა რა 5-6 ტონის ზარალი მაინც ვნახე ესე ხო არის 6000 ლარი მაინც 5000-6000 ლარი არა უსამართლოდ განაწილე ძალიან უსამართლოდ რატომ იმიტომ რომ ერთ სულიანს ოჯახსაც 1500 ლარი შეხვდა 800 ლარიდან 1500 ლარი შეხვდა რაღაც ანუ სულზე უნდა ყოფილიყო ან მართლა დაზარალებული ვინამდენად თუ ისე უნდა ყოფილიყო რა არის მე მგონი ჩემი აზრით არ იყო სწორედ გადაწილებული